სალამე მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ დერმა ფირმის შესახებ. ეს არის ბოლო ახალი ბრენდი ქართულ სააფთიაქო ქსელებში, როგორც მომწერეთ და ძალიან გაინტერესებდათ, ამიტომ დღეს ვისაუბრებთ ამ ბრენდის შესახებ. სანამ უშუალოდ პროდუქტებზე გადავალთ, გეტყვით, რომ მსგავსი ვიდეოები კარგი და ცუდი ბრენდების გარჩევას არ ემსახურება. აქ პროდუქტების შესახებ ვსაუბრობთ ძირითადად ინგრედიენტების მიხედვით, რომ ვიცოდეთ, რაში ვიხდით ფულს, რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი, ხომ არ გვაქვს უკვე რაღაც მსგავსი ჩვენს თავის მოვლის რუტინაში, სანამ ახალ პროდუქტს შევიძენთ, გვჭირდება თუ არა საერთოდ ამ ინგრედიენტებით პროდუქტი. მოკლედ, მარკეტინგის და რეკლამის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ, მაგრამ თუ ჩვენ აქ რაღაც პროდუქტი არ მოგვეწონება, მაგრამ თქვენ იყენებთ და რაც მთავარია, სასურველ შედეგს ხედავთ, აუცილებლად გააგრძელებთ გაყარება. დერმა ფირმს რაც შეეხება, მე მათი ოფიციალური საიტი მაქვს გახსნილი და მხოლოდ ოფიციალური საიტის და მათ მიერ მოწოდებული ინგრედიენტების სიის მიხედვით ვსაუბრობ პროდუქტების შესახებ. ცოტა გადავხედე მათ გვერდს, რომ ცოტა უფრო ახლოდან გავიგოთ ამ ბრენდის შესახებ. როგორც მათ ოფიციალურ საიტზე ვხედავ, ბრენდის ძირითადი იდეა არის მათი ექსკლუზიური, დაპატენტებული ლიპოსომის ტექნოლოგია, ლიპოსომური მიწოდების ტექნოლოგია, ესაა ნანო კაფსულირებული მიწოდების სისტემა, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტების უფრო ღრმად, ასე ვთქვათ, მისაწოდებად შესაღწევად სახის კანში და ასევე იმისთვის, რომ ინგრედიენტი პროდუქტში უფრო სტაბილური დარჩეს, ასე ვთქვათ, ოპტიმიზებული მიწოდების სისტემა, როგორც უწერიათ. თითოეული ნანო კაფსულის ზომა არის 1/100 ფორის ზომასთან შედარებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ამ ინგრედიენტებმა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად შეაღწიონ, ასე ვთქვათ, კან ქვეშ. ბრენდს თვითონ რეკომენდაციას უწევენ ძალიან მგრძნობი არეკანისთვის, სიმშრალეზე, ლაქებზე, სიცითლეებზე, ანტიასაკობრივი, კანის გამაღიავებელი, როგორც ჩანს ლაქებისთვის, ხაზი და პროდუქტები აქვს და ასევე სხვადასხვა კლინიკებში პაციენტებისთვის არის რეკომენდირებული მათი ბრენდი და ბევრ სხვადასხვა კლინიკაში არიან წარმოდგენილები. კორეაშიო ბრენდი დაარსდა 2002 წელს და მათი დევიზი არის, როგორც უწერიათ, ქართულად ეს იქნება ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი თვალისთვის უხილავია. ანუ ეს ნანო კაფსულების თემას გულისხმობენ, რომ ეს მიწოდების ლიპოსომური სისტემა, რაც თვალისთვის უხილავია, მაგრამ კარგ საქმეს აკეთებს. ასე ვთქვათ. როგორც ვხედავ, ბევრი დაპატენტებული ინგრედიენტი აქვს, გარდა დაპატენტებული ტექნოლოგიისა, ამიტომ ნახოთ, როგორ შევძლებთ ვისაუბროთ ამ კონკრეტული ინგრედიენტების შესახებ, რადგან თუ პატენტია ნიშნავს, რომ სხვა ბრენდებს არ აქვს და ასე ვთქვათ, შედარების გაკეთება ნაკლებად გამოგვივა. როცა ინგრედიენტებს ეხება საქმე, ისე პეპტიდები, აზულენი, ასტაქსანტინი. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც წყალმცენარეებისგან მიიღება, როგორც უწერიათ, სოკოებში, ბაქტერიებში, წყლის ორგანიზმებში, ბუნებრივად წარმოქმნის წითელ პიგმენტს, რომელიც კრევეტებს ქართულად კრევეტები ქვია? გარკვეულ სახეობას წითელ შეფერილობას აძლევსო და ასევე გამოიყენება არა მხოლოდ კოსმეტიკურ ან სახზე გამოსაყენებელ პროდუქტებში, არამედ საკვებ პროდუქტებშიცო, როგორც კვლევები აჩვენებს, არის ძალიან კარგი ანტიოქსიდანტი, ფერმენტაციას და წყალმცენარეებს როცა ეხება საქმე. იცით რომ მე ძალიან მივესალმები და მიყვარს ეგ ამბავი, ასევე როგორც ამბობენ ყოფილა ფილტრების, მზისგან დამცავი ფილტრების სტაბილიზატორი და ბუსტერი. ანუ როგორც ასეთი თვითონ ქიმიური ფილტრის სტატუსი არ აქვს. მხოლოდ ამის იმედზე რა თქმა უნდა ვერ იქნები, რომ ეს მზისგან დაგიცავს, მაგრამ ასე ვთქვათ, სხვა ფილტრების სტაბილიზაციისთვის იყენებენ თურმე ასევე ინგრედიენტებშიც და მოცულობას, რაოდენობას რაც შეეხება პროდუქტებში 0.01%-დან 0.07%-მდე და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ პროდუქტს ფერი შეუცვალოს და წითელი პიგმენტი, წითელი ფერი მისცესო, ანუ იმდენად ძლიერი ყოფილა. შემდეგი ტექნოლოგია, რაც დაპატენტებული აქვს, არის მათი მიკრობიომის დაპატენტებული ტექნოლოგია ტერაბიომე. ტერაბიომ, ასე ქვია როგორც ჩანს, ესაა ფერმენტაციისა და ბუნებრივი ექსტრაქტების, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ექსტრაქტების და ფერმენტაციის ნაერთი, რაც ხელს უწყობს სახის კანზე ბუნებრივი ეკოსისტემის დაბალანსებას და კანის უკეთესად ფუნქციონირებას და ასევე ეგზოსომები. ასევე ეგზოსომებსაც მუშაობენ. ესეც, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მიწოდების სისტემა არის, ასე შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ, რაც ჩვენს კანთან განსაკუთრებულად ბიო
თავსებადობაშია და ამიტომ განსაკუთრებული ეფექტურობით და სტაბილურობით გამოირჩევა და სხვა მსგავს მიწოდების სისტემებთან შედარებით ეგზოსომები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურები არიან, მაგრამ ხშირად როგორც მარკეტინგს ისე იყენებენ ხოლმე ბრენდები, რადგან ამისი სტაბილიზება და ფორმულა რო გქონდეს რეალურად კარგი და ეფექტური პროდუქტი, ისე მარტივი არ არის. ვითარდება ეგ ამბები. ბევრი ბრენდი მუშაობს უკვე ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, მალე უფრო ბიუჯეტურ ბრენდებთანაც კარგ ასორტიმენტს დავინახავთ და არა ის რომ აიმე ერთი პროდუქტი აქვთ, მაგრამ ცოტა ისეთი თემა ჯერ კიდევ ფეხს რომ იკიდებს. მოდით დავიწყოთ გამწმენდებით და პირველი გვაქვს დემაკიაჟის ზეთი, ჰიდრა ხაზი აქვთ ასეთი და აქედან აქვთ დემაკიაჟის ზეთი 120 მილiliტრიანი ფამფის შეფუთვით, რომლის ფასი ოფიციალურ საიტზე არის $20. ამას ხშირად ვამბობ, ოფიციალური საიტის ფასები ყოველთვის ის არ არის, რასაც შემდეგ შოპებში და აფთიაქებში ხედავთ, იმიტომ რომ ოფიციალური საიტი ცოტა სხვანაირად ადგენს ხოლმე მაინც ფასებს. როგორც თვითონ უწერიათ, არის საკმაოდ ისეთი წყლის ტექსტურის ზეთი, ანუ საკმაოდ თხელი ტექსტურის ზეთი უნდა იყოს, გაითვალისწინეთ, ვიცი რომ ეგ ბევრს არ გიყვართ, ძალიან რომ დაცურავს ზეთი თითებში, სანამ სახეზე დაიტანთ, ამიტომ მისთვისაც ეგ მნიშვნელოვანია თვითონ პირდაპირ გვეუბნებიან საიტზე, რომ ზუსტად ეგეთი თხელი წყლის ტექსტურის ზეთი იქნება, ლიპოსომური მიწოდების სისტემით, აზულინით. ანუ ლიპოსომური მიწოდების სისტემაში აქვთ აზულინი, 17 სხვადასხვა ტიპის ამინომჟავა, ორი სხვადასხვა ტიპის პეპტიდი. როგორც ჩანს ეს მიწოდების ტექნოლოგია თუ აქვთ შემდეგ რა თქმა უნდა ყოველ პროდუქტში იყენებენ, მაგრამ ეხლა ჩემს დემაკიაჟის ზეთს თუ ლიპოსომური მიწოდების ტექნოლოგია არ აქვს, მაგაზე მაინდა-მაინც არ ვინერვიულებ, იმიტომ რომ ბლაში უნდა ჩამომაშორო სახიდან, ამიტომ რა საწყოდებს? რის მიწოდებაზე ვსაუბრობთ? ვაკაფებ და ჩამოვიბან. ანუ არაფერს არ აწყოდებს კანს, პირიქით კარგი ზედაპირზე რაც ზის და ფორებში რაც ზის, იმას მაშორებს. კი ბატონო, მათი ტექნოლოგია, პატენტია და რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტში იყენებენ ახლა, ხო? ამ პატენტის მიღებას და შექმნას და ასე შემდეგ, ცოტა ფული არ დაჯდებოდა. რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტში ექნებათ, ხო? გასაგებია, მაგრამ ეს ცოტა უკვე მარკეტინგის ამბავია. ბლაშს და ტუშს მაშორებს ზეთი. მიწოდების სისტემა კან ქვეშ პეპტიდებისთვის და ამინომჟავებ ამ შემთხვევაში 2 წუთი, ალბათ არც კი, 2 წუთსაც არ იმასაჟებს არავინ ალბათ ზეთ სახეზე, ხო? ხვდებით, ანუ აქ ცოტა კაი დავწყნარდეთ. ცოტა მომენტია. პარფიუმია საკმაოდ მაღლა ინგრედიენტების სიაში, მაგრამ ჩამოსაბანის საშუალება თუ ალერგიული არ ხართ და 2 წუთის განმავლობაში არ შეგაწუხებთ, რაც სახეზე გექნებათ პროდუქტი. წესით მეტი პრობლემა არ უნდა იყოს, ისე მშრალი ალკოჰოლის გარეშე რაღაც კონკრეტულ ზეთს არ გამოყოფენ და მეც ვერ ხედავ ხა ვერც ვერაფერს ისეც არ მაგალითად ზესუნზირი ზეთი, ზეითუნის ზეთი არის ხოლმე დემაკიაჟის პროდუქტები, რომელსაც კონკრეტულ ზეთს ეძღვნება ხოლმე. ამ შემთხვევაში ასე არ გვაქვს, მაგრამ ისე საკმაოდ კარგი ინგრედიენტების ნაკრებია, ნიაცინამიდი, ცოტა სალიცილის მჟავა არის, ვთქვათ, რომ pH ბალანსისთვის იქნება და კანის გასასუფთავებლად მაინც პილინგის ეფექტი ნაკლებად ექნება, ჰიალურონი, პეპტიდების კომპლექსი, არგილინი, გლიცერინი. ვიცით რა, ძალიან კარგია ამინომჟავები ყველა საათი აქვს ჩამოთვლილი 17-ვე. მთელი პროდუქტის ამინომჟავებია. არაჩვეულებრივი ინგრედიენტების სია აქვს. ჩემთვის ახლა დემაკიაჟის ზეთს როცა ეხება საქმე ამინომჟავებზე მეტად იმაზე ვიდარდებ, რომ ეფექტური იყოს და კარგად ემულგაცია კარგად მოხდეს პროდუქტის წყალთან კონტაქტის შემდეგ და კარგად ჩამოიბანოს და ზეთოვანი ტექსტურა დატოვოს სახეზე, მაგრამ პირველი ინგრედიენტები, რასაც ვხედავ, წესით კარგად აკაფთება. ესეთ რძის ტექსტურას კარგად მიიღებს. წესით ეგ არ უნდა იყოს პრობლემა, ინგრედიენტები რასაც ვხედავ, ახლა არ გამიტესტავს პროდუქტები უკვე სხვა თემა. თუ გამიტესტავთ ვინმეს ამ პროდუქტებიდან რომელიმე და შეგვიძლიათ რომ ეს პირად გამოცდილებაც გაგვიზიაროთ კომენტარებში სიამოვნებით, ინგრედიენტებიდან გამომდინარე ცუდად არ უნდა გაკაფთ. შემდეგია გამწმენდი, ასევე ჰიდრას ხაზიდან, როგორც წერია, ორ სხვადასხვა ზომაში აქვს 120 და 150 მილiliტრიანები, 120 მილiliტრიანის ფასი არის 14 ევრო და 60 ცენტი. აქაც იგივე თემაზე ამახვილებენ, რა თქმა უნდა, ყურადღებას, რომ ლიპოსომური მიწოდების სისტემა აქვთ, რომ ასე ვთქვათ, ხმად შეაღწიოს სახის კანში სხვადასხვა ინგრედიენტებმა, რაც გამწმენდისთვის როგორც გითხარით, ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, უბრალოდ ცოტა უფრო მარკეტინგის ამბავია, ვიდრე იმის, რომ 40 წამის სახეზე გამწმენს ვიმასაჟებ და წყლით ჩამოვიბან, ამინომჟავებმა შეაღწიეს კანქვეშ. ხო ხდებთ რას, ანუ ცუდი არ არის, უბრალოდ ამაში მერე ზედმეტი არ უნდა გადაგახტებინა. პირველი ინგრედიენტების სიაში გლიცერინია და შემდეგ წყალი, რა საინტერესოა. ვაუ, მეტი მაქვს სწორად უწერიათ. წესით არა აქვთ უფლება, რომ პენაქსიდთანოლამდე არასწორი თანმიმდევრობით დაწერონ ინგრედიენტების სიაში რა პროცენტითაც არის პროდუქტში თანმიმდევრობით უნდა ეწეროს, ვიცით ეგ ამბავი და საინტერესოა ძალიან. მართლა ეგრე თუ არის, რომ გლიცერინი უფრო მეტია პროდუქტში, ვიდრე წყალი. ამ ძალიან ისეთი უნდა იყოს კრემოვანი, ნაზი, ფუმფუა, სასიამოვნო, მსუბუქი, კანი არ უნდა გამოაშროს, კარგად უნდა დაატენიანოს, pH ბალანსი როგორც უწერიათ, დაცულია პროდუქტში, მშრალი ალკოჰოლის ეთერზეთების და პარფიუმის გარეშეა, ნიაცინამიდით,
პეპტიდებით, გლიცერინი, რა თქმა უნდა, ჰიალურონის მჟავა და ამინომჟავების კომპლექსი. ეს არის ძალიან კარგი კომპლექსი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მეორე საფეხურის გამწმენდი იქნება დემაკიაჟის საშუალების შემდეგ, ეს მაკიაჟს არ მოგაშორებთ. სუბუქი სულფატებია შეგნით. დილის რუტინაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, ვისაც დილით გამწმენდები გიყვართ. ისე მეორე საფეხურის გამწმენდიდან, ვისეთი დღეებისთვის, როცა სახეზე არაფერი არ გესვათ და რაღაც მსუბუქი გამწმენდით სავსებით საკმარისი იქნება. შემდეგი გამწმენდი არის სიკასის ხაზიდან, გამწმენდი კაფი, 150 გრამი უწერია მოცულობაზე. აქაც პირველივე ინგრედიენტებში გლიცერინია და წყალი შემდეგ მოდის. საინტერესოა ძალიან, არც მახსოვს. ბოლოს რაღაც მსგავს მენახოთ გამწმენდებზე მით უმეტეს. საშუალო მსუბუქი სიძლიერის სულფატები გვაქვს, ეთერზეთები გვაქვს, ალკოჰოლის გარეშეა. ნიაცინამიდი, მწვანე ჩაის ხის ზეთია შიგნით. ანუ ეს უფრო პრობლემური კანისთვის კარგი კაფგამწმენდი იქნება წესით, მაგრამ გაითვალისწინეთ, ამას ცოტა სპეციფიური სუნიც უნდა გქონდეს წესით, არ ვიცი. მაგრამ ასევე სალიცილის მჟავა არის შიგნით, ნიაცინამიდი, გლუკონოლაქტონი არის AHA მჟავების მსუბუქი ფორმა, თვითონ გლიკოლის მჟავაც არის შიგნით, ანუ ექსფოლიატორი გამწმენდია. პროცენტულ მაჩვენებლებს სამწუხაროდ არ წერენ, ამიტომ ვერ გეტყვით ხა რა პროცენტი გლიკოლია შიგნით, რა პროცენტი სალიცილია შიგნით. საკმაოდ ქვემოთ არის ინგრედიენტების სიაში, გლიკოლიც და სალიცილიც, ბოლოდან მეორე, ბოლოდან მესამე 1% მაქსიმუმია. შეიძლება სალიცილი მაგდენი სალიცილი ალბათ 0.5 და გლიკოლი 1%, ანუ ცირე მსუბუქი პროცენტული მაჩვენებლების შესახებ საუბრობთ, როცა ამ პირმჟავებს ეხება საქმე, მაგრამ თუ რაღაც უფრო ძლიერი გამწმენდი გინდათ, ვიდრე წინა გამწმენდი იყო, ანუ წინა გამწმენდი ბევრად უფრო მსუბუქია, უფრო მგრძნობიარე კანისთვის, უფრო ყოველდღიური გამოყენებისთვის, ეს უფრო პრობლემური ცხიმიანი კანისთვის და უფრო კაფით და უფრო ძლიერი გამწმენდი იქნება. მამაკაცებისთვის სპეციალური ხაზი აქვთ. ესეც 100% მარკეტინგის ამბავია. არანაირი სხვაობა არ არის ქალის კანისთვის შექმნილ გამწმენდს და მამაკაცის კანისთვის შექმნილ გამწმენდს შორის. შეიძლება მაქსიმუმ იყოს სუნი, პარფიუმი, ალბათ მამაკაცის გამწმენდებს როგორც წესი რაღაცა fresh პიტნის და რაღაც სუნი აზდის და ქალების გამწმენდს ვარდის და ყვავილების და ვარდისფერი შეფუთვით არის ეს მუქი ნაცრისფერი შავი ესეც ახლა ვერცხლისფერი შეფუთვით არის შავი წარწერები წერ მეტი არაფერი. სხვა არ ვიცი ხა კაცის ანუ რას ნიშნავს შეჩემათი ლაბარაკობს და უნიტაზზე თავს არ წევს ქვემო ანუ ესეც 100% მარკეტინგის ამბავია. თუმცა ამ გამწმენდისთვის ახლა გამწმენდების კატეგორიაში მამაკაცის ხაზიდან გამწმენდით საერთოდ რა თქმა უნდა 100 გრამიანი შეფუთვა არის $16 და 70 ცენტი ღირს. თან გამწმენდია და თან როგორც საპარსი კაფე ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ერთშიო და პლუს ცხიმიანობის, კანზე ცხიმიანობის კონტროლისთვის არის ძალიან კარგიო. სუბუქი გამწმენდია და ძლიერად კაფდება, კარგი კაფე აქვს, რომ პარსისთვის კარგად გამოიყენოთო. ისე აქაც პატენტირებული ინგრედიენტი აქვს შიგნით, ანტისებუმ P, ესე ქვია, 0.5%-იანი შემცველობით, რაც სპეციალურად არის იმისთვის, რომ კანზე ცხიმიანობა გააკონტროლოს. სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავა, პეპტიდების კომპლექსი, მშრალი ალკოჰოლის გარეშე, პარფიუმის საკმაოდ მაღლა ინგრედიენტების სიაში, სავარაუდოდ რაღაც fresh მამაკაცური სუნი ექნება სავარაუდოდ. ესეთ რა არ ვიცი, სპეციალურად იმისთვის, რომ აი კაცისთვის არის არა, თუ გჭირდებათ და ისე რაც იყიდით და ტექსტურა და ინგრედიენტები მოგეწონებათ და ორი ერთში გამოიყენებთ, კი ბატონო, რატომაც არა. იმის გამო მხოლოდ რომ მამაკაცის აწერია არ შეიძლება ჩვეულებრივი გამწმენდია, უბრალოდ პარფიუმი განსხვავდება სავარაუდოდ. შემდეგი გვაქვს shooting აღმდგენი ტონერი 200 მლ-იანი შეფუთვით, ვაუ, $31 აწერია ოფიციალურ საიტზე ფაცი, მაგრამ ნუ სამაგიეროდ მოცულობაც არ არის ცოტა, ახლა 200 მლ-იანი ტონერი საკმაოდ დიდხანს გეყოფათ. ინგრედიენტებს რაც შეეხება, აქაც ეგზოსომებზეა ყურადღება გამახვილებული და ეგზოსომურ მიწოდების სისტემაზე მცენარეული ექსტრაქტები აქვს, მაგალითად როგორც არის ევკალიპტი და სხვა მცენარეული ექსტრაქტები ამ ეგზოსომურ მიწოდების სისტემაში დამუშავებული პროდუქტში სპილენძის პეპტიდები აქვს შიგნით. გაითვალისწინეთ, სპილენძის პეპტიდები ეგენი ცოტა უფრო პრეტენზიულები არიან. ოდნავ უფრო გააჩნია. ანუ მაგალითად C ვიტამინი და სპილენძის პეპტიდები მაინც ახლო მეგობრები არ არიან. ანუ თუ სპილენძის პეპტიდები გაქვს, ზოგადად პეპტიდებზე არ აქვს C ვიტამინის პრობლემა. არაურიოთ ეგ. ორდინარის ჭირს ეგ. სპილენძის პეპტიდები ხო აქვთ და მე ყველა პეპტიდებზე აწერენო C ვიტამინთან ერთად არ გამოიყენოთ, რაც სისულელია. არასწორია. პეპტიდებს და C ვიტამინს ძალიან უყვართ ერთმანეთი და არაჩვეულებრივი კომბოა. სპილენძის პეპტიდები
pH balance-ზე ცოტა უფრო საფრთხილოები არის პროდუქტს განაჩნია, რა თქმა უნდა, მაგის დაბალანსებაც შეიძლება, მაგრამ წინასწარ აიცი ხო სანამ ფულს არ იღედი და არ გახსნე პროდუქტს და არ დაცლი შეფუთვას და მე შეიძლება გვიანი იყოს ხო? ამიტომ მაინც სპილენძის პეპტიდები სადაც არის ისეთ პროდუქტებს მაგალითად ასკორბინის მჟავას თუ ეხება საქმე, C-ვიტამინი შეიძლება დერივატივები იყოს მაგ შემთხვევაში შეიძლება. თუ უშუალოდ ასკორბინის მჟავაზე ვსაუბრობთ და სპილენძის პეპტიდებზე, მაინდა-მაინც დილის რუტინაში ერთმანეთს არ გადავატარებთ. ან ესე შემთხვევა რომ აი გაშრეს და დავიცადოთ და მერე გადავატაროთ C-ვიტამინზებოდან და უფრო ეს თემა. ის აქვს დილას მაგიცით რო ხო? ამ შემთხვევაში გავყოფთ ნუ C-ვიტამინი რა თქმა უნდა დილით რჩება და სპილენძის პეპტიდები ჭრაცა ტონერს საუბრობთ რუტინაში განმოვიტანთ. ოქსიდაციის პროცესი შეიძლება დააჩქარონ ასკორბინის მჟავას და ამის გამო პროდუქტმა სტაბილურობა და ეფექტურობა დაკარგოს. აზულინის ლიპოსომები აქვთ. კარგი ინგრედიენტი, ანუ ამ პატენტებზე ხა 4 სხვადასხვა პატენტი აქვთ ჩამოწერილი ამ პროდუქტზე. რა გითხრათ ახლა ვერ შევადარებ, იცი, აი სერავეს აქვს იგივე პატენტი და იქ მომეწონა და ეს ხო მათი პატენტია სხვა ბრენდთან ვერ ნახავ. შესაბამისად ახლა შედარებას ვერ გავიკეთებთ, მაგრამ აშკარად კარგად აქვს ნამუშევარი პროდუქტზე, იმიტომ რომ ამდენი პატენტი და საკმაოდ ბევრი კარგი ინგრედიენტი, პარფიუმს მიაქციეთ ყურადღება, ეგ რამდენად იქნება თქვენთვის და თქვენი კანისთვის პრობლემური, ის აზიური სენტელა კიდე შიგნით, ჰიალურონის მჟავა, ამინომჟავების კომპლექსი, გლიცერინი, კარგი ინგრედიენტები სია აქვთ. გვაინტერესებს მამაკაცის ტონერი, რითი განსხვავდება სხვა დანარჩენ ტონერებისგან. აქაც იგივე ინგრედიენტები რჩება, რაც გამწმენდში იყო. ანუ როგორც ჩანს ეს ხაზი ამ ინგრედიენტებზე აგებული 150 მილiliტრიანი შეფუთვა 20 ევრო და 90 ცენტი. ვაუ, ოკეი. ანტისებუმ P ეს პატენტირებული ინგრედიენტი ცხიმების კონტროლისთვის, ჰიალურონის მჟავის კომპლექსი, ეგზოსომები, პეპტიდების კომპლექსი იგივე რჩება. როგორც ჩანს მთელი ეს ხაზი ამაზე არის აწყობილი. ცუდი ინგრედიენტები არ არის, უბრალოდ როგორც გითხარით, სპეციალურად იმისთვის, რომ მამაკაცისთვის აწერიაზეთ, მაგის გამო არა. შემდეგი გვაქვს სიკასის ხაზიდან ესენსია ტონერი. 150 მილiliტრიანი შეფუთვა 20 ევრო და 70 ცენტი. ოკეი, აქაც რა თქმა უნდა, ეგზოსომების სისტემა გვაქვს, აზიური სენდელა გვაქვს ეგზოსომებში. ვაუ, პირველივე ინგრედიენტი უკვე აზიური სენდელას ექსტრაქტია. ოკეი, ანუ წყლის მაგივრად პირველივე 80% აზიური სენდელას ექსტრაქტიოთ, ანუ წყალი კი არა, ექსტრაქტია. ოკეი. ვაუ, საკმაოდ ბევრი კი არ მგონი ყველა პილინგ ინგრედიენტია შიგნით. სალიცილი გვაქვს, გლიკოლი გვაქვს, გლუკონოლაქტოინი გვაქვს. ანუ ესა ცხიმების კონტროლისთვის, პრობლემურ კანზე, ფორებისთვის, გაითვალისწინეთ. არ ვიცი სამწუხაროდ რა პროცენტული მაჩვენებლით არის ეს პილინგ მჟავები შიგნით, ხარ რომ მითხრათ რომ იცი რა ორდინერის 7%-იან გლიკოლის ტონერს ვიყენებ. მაგაზე რო გადავიდე, ქვემოთ ჩამოდის პროცენტი, უფრო ძლიერია, მსუბუქია. ვერ გეტყვით, პროცენტული მაჩვენებლი სამწუხაროდ არ წერია. მაგრამ პირველივე თუ აზიური სენდელის ექსტრაქტია, წესით უფრო ჰიდრატორი და უფრო მსუბუქი ტონერი უნდა იყოს. ჩემი აზრით. შემდეგი გვაქვს ანტიასაკობრივი ხაზიდან ეს მოვარდისფრო ჭუჭყიანი ვარდისფერის. ფერის ხაზი არის ანტიასაკობრივი ხაზი, რო იცოდეთ. ანუ ეხლა რაზეც ვისაუბრებთ ეს ინგრედიენტები სავარაუდოდ ამ ხაზიდან, ამ ფერის შეფუთვის ხაზიდან პროდუქტებში განმეორდება უმეტეს შემთხვევაში. ესეც ესენსია ტონერია, 200 მილiliტრიანი შეფუთვა $39. ოკეი. ნუ აქაც რა თქმა უნდა პატენტირებული ინგრედიენტებით, აქაც ეგზოსომური მიწოდების სისტემით, თავიდან ასტაქსანტინზე რო გესაუბრეთ, ამ ხაზში შეგხვდებათ ეგ ინგრედიენტი, პეპტიდების კომპლექსი, ჰიდროლიზებული კოლაგენი, ლაქტობაცილუსის კომპლექსი, ფერმენტირებული ინგრედიენტები, ასაკოვანი კანისთვის არაჩვეულებრივი ინგრედიენტების კომპლექსია ნამდვილად, ეთილასკორბილ ასიდი, C-ვიტამინის ერთ-ერთი დერივატივი, პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცი, ამიტომ ვერ გეტყვით ხა ღირს თუ არა მაგის გამო თქვა რომ C-ვიტამინს ტონერს იყენებთ. ნიაცინამიდი და ალანტოინი, ესენია ასე ვთქვათ თავარი ძირითადი ინგრედიენტები, რაც სავარაუდოდ ამ ხაზში დარჩება, როგორც გითხარით, ასევე გლიცერინი, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა სხვათა შორის. ოკეი, 3-O-ეთილასკორბილ ასიდია სხვათა შორის, საკმაოდ მაღლა ინგრედიენტების სიაში უკვე მეხუთე, სადღაც 5% მაინც უნდა იყოს. ნიაცინამიდი კიდევ უფრო ზემოთ არის. ოკეი. პეპტიდების კომპლექსი უკვე ქვემოთ მოდის ინგრედიენტების სიაში. ცუდი ინგრედიენტები არ ჩანს ნამდვილად ასაკოვანი კანისთვის უბრალოდ.
ну ამდენ პატენტირებული ინგრედიენტი ალბათ ფასიც მე აღარ არის გასაკვირი ხო? შემდეგ მოდის ამპულები და შრატები და აქ უკვე მეორდება ის ხაზები რა ხაზებიდანაც უკვე ტონერების შესახებ ვისაუბროთ, მაგალითად ეს shooting grip-ი აღმდგენი ხაზი, ეს მუქი იასამნისფერი შეფუთვით, რაც ტონერში იყო ინგრედიენტები, ასე თუ ისე მეორდება უკვე შრატშიც, აქ 50 მილilitrიანი შეფუთვა გვაქვს, რომელსაც $41 აწერია, აზულინის ლიპოსომი, პეპტიდები, ეგზოსომების კომპლექსი, გლიცერინი, პანთენოლი, აქაც სპილენზის პეპტიდები არის გაითვალისწინეთ. ანუ აი მეორდება უკვე. ეს არის ხაზი ძალიან მშრალი კანისთვის, ცოტა უფრო ასაკოვანი კანისთვისაც. ცნობიარი კანზე რა გითხრათ, პარფიუმი საკმაოდ მაღლა ინგრედიენტების სიაში, ამიტომ მე ვერ გავუწევდი ახლა ესე რეკომენდაციას, რადგან პირადად ამიტესტავს და არ ვიცი რამდენად მძაფრი და ძლიერი პარფიუმის შესახებ საუბრობთ და რეალურად მგრძნობიარი კანზე როგორი შერეგი და ეფექტი ექნება, მაგრამ ისე ალანტონი, პანთენოლი, გლიცერინი, ანუ კანის დასამშვიდებელი ბევრი კარგი ინგრედიენტია. შიგნით ეს ზუსტად shooting რაც აწერია, მაგისთვის არაჩვეულებრივი ინგრედიენტები არის რეალურად შიგნით. ოკეი, ხა უკვე დავიწყებ რო საინტერესო პროდუქტების ძიება, იმიტომ რომ ერთი და იგივე ხაზიდან ტონერი, შრატი, ამპულა მეორდება შემდეგ ინგრედიენტები და რაღაცა ცოტა განსხვავებულზეც რო გესაუბროთ და უბრალოდ არ ჩამოგითვალოთ პროდუქტები, რომლებიც ერთსა და იგივე რაღაცებს შეიცავენ. იგივე ხაზიდან ასევე შრატი აქვთ ბაკუჩიოლით, რაც უფრო განსხვავებული კი shooting grip-ი ხაზი არის ესეც, მაგრამ აი აქ უკვე მაგალითად 10,000 ppm არის 1% ბაკუჩიოლია შიგნით, 2% ნიაცინამიდი, გლუთონოლაქტოინი, აზულინის ლიპოსომები, ეგზოსომური სისტემაც გვაქვს ბარიერისთვის, პარფიუმი არის შიგნით, მშრალი ალკოჰოლის გარეშეა, სპილენზის პეპტიდებს შეიცავს, გლიცერინი, არგილინი, ანუ ამინომჟავების კარგი კომპლექსია, პანთენოლი. ამასაც უფრო ასაკოვანი კანისთვის გავწევდი რეკომენდაციას. არ ვიცი ხა ქართულ ბაზარზე წინა იგივე ხაზიდან წინა შრატზეც ვისაუბრეთ, ტონერზეც ვისაუბრეთ, ეს მუქი იასამნისფერი ხაზიდან. ესეც წესით მუქი იასამნისფერი ხაზია. უბრალოდ თავი აქვს მუქი იასამნისფერი და თვითონ შეფუთვა ვერცხლისფერია, მაგრამ ესეც shooting ხაზიდან არის. მე ხა ამას ორივეს ვამჯობინებდი. ტონერსაც და შრატსაც. ფასში არ ვიცი, ანუ შრატი უფრო ძვირი იღებს. ხვასია, $41 იღება. ამას $33 აწერია. წესით, ქართულ აფთიაქში ესე უნდა იყოს, რომ ეს შრატი უფრო ბიუჯეტურია, $8-ით უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე ეს შრატი. ვიდრე ეს წინა შრატი. მე ბაკუჩიოლით და 2% ნიაცინამიდით უფრო ვიყიდდი მაგალითად ამას. თუ მაინდა-მაინც ამ ხაზიდან რაღაცა მინდა და ეგზოსომურ პატენტში დატესტვა და ეს აზული და ყველაფერი მივიღო. ამას უფრო ამ ბოლო პროდუქტს უფრო ვიღებდი ბაკუჩიოლით და ნიაცინამიდით ანტიასაკობრივი რუტინისთვის 30+, 35+-ი და უფრო ზემოთ. ჩემი აზრით ბევრად უფრო ჭკვიანი და კარგი არჩევანი იქნებოდა ვიდრე შრატი და ტონერი ამ ხაზიდან. შემდეგია მათი პეპტიდების შრატი, ამასაც ნაოჭების საწინააღმდეგოდ ანტიასაკობრივი რუტინისთვის უწევენ რეკომენდაციას 30 მილilitrიანი შეფუთვა $42. ხო, არ არის ცუდი პეპტიდების კომპლექსი, სპილენზის პეპტიდები აქაც გვაქვს, თუმცა იქ წინა ტონერში მე მგონი უკეთესია. ისე უბრალოდ ტონერში რა. მაინდა-მაინც ანტიასაკობრივი და მთელი ამბები რო არის წერაზე. ასეთი ძვირი არის ხო? იქაც ამაზე მეტი თუ არა ამ დონის პეპტიდების კომპლექსი იქაც გქონდათ. ეს ეგზოსომები და ლიპოსომური მიწოდების სისტემა და მთელი ამბები. აქ ეგ რაღაცები არ აქვთ. აქ მაგაზე აღარ ამახვილებენ ყურადღებას. აქ მარტო პეპტიდები აქვთ გამოყოფილი. პარფიუმი საკმაოდ მაღლა გაითვალისწინეთ. ჰიალურონის მჟავა, პანთენოლი, ალანდონი. ცუდი არ არის უბრალოდ ასეთ შრატზე, ელეგანტური შეფუთვით და ამ ფასით, ეს ეგზოსომები და ეს ლიპოსომური მიწოდება და ეს განსაკუთრებული ინგრედიენტები და პატენტები ამაში არატო. აი სადაც საინტერესო პროდუქტი, Peptology Boosting Ampoula Niacinamide Vita Plus. 30 მილilitrიანი შრატია, პიპეტის თავსახურით, $22 და 20 ცენტი. 15% ნიაცინამიდია შიგნით. ვაუ! ვისაც ნიაცინამიდი გჭირდებათ, აბატონო. არბუტინი, ალფა არბუტინი, მოკლედ. ლაქებისთვის იქნება საკმაოდ ძლიერი შრატი. ასკორბინის მჟავაც არის შიგნით, მაგრამ სუსუს ბოლო ინგრედიენტების სიაში. ანუ ამ ყვითელ და ფორთოხლის ფერ შეფუთვებს და ვიტა და ვიტამინი და ეს რაღაცებს რო ხედავთ, ავტომატურად გიჩნდება შეგრძნება, რომ C ვიტამინის და ასკორბინის მჟავის შრატს ვხედულობთ. არ ხედულობ C ვიტამინის შრატს. ნიაცინამიდის და არბუტინის შრატს ხედულობ. ორი ძალიან ძლიერი ლაქების საწინააღმდეგო ინგრედიენტის კომბინაცია, არაჩვეულებრივი. ასკორბინის მჟავა სუბოლო ინგრედიენტების სიაში და მაგას არ იღებ. ასკორბინის მჟავისთვის არ ხედულობ ამ შრატს. ფერის და რეკლამის მიუხედავად.
მაგრამ სხვა ინგრედიენტები ლაქებისთვის, კანის ტონისთვის, აი ბზინვარებისთვის, კანის გამოსაცოცხლებლად არაჩვეულებრივი კომბინაციაა და სხვა შრატებთან შედარებით უფრო ბიუჯეტური აშკარად მათ საიტზე, რაც ძალიან საინტერესოა. ეგზოსომების ამპულები აქვთ სამედიცინო შეფუთვაში. 4ჯერ 4 მილilitrიანი შეფუთვა $160. პიდიერნია შეგნით, თუ არ იცით რა არის პიდიერნია, ამაზე დეტალური ვიდეო მქონდა და გესაუბრეთ, საიდან მიიღება და რაში გამოიყენება და ასე შემდეგ და გირჩევთ ნამდვილად მაგ ვიდეოს. ეგზოსომები აქვთ რა თქმა უნდა, პეპტიდების კომპლექსი, საკმაოდ ძლიერი კომპლექსი, ისეთი არა იმ წინაშრატში რა გქონდათ. სპილენძის პეპტიდები აქაც აქვთ. საკმაოდ მინიმალისტური ინგრედიენტების სია, ნიაცინამიდით, საინტერესოა ძალიან. პიდიერნი უკვე რო სცენარეული პიდიერნი არ არის და რეალური პიდიერნია, ეგ უკვე კარგია. 8 სხვადასხვა ტიპის პეპტიდია შეგნით. ანუ ძვირია ნამდვილად, მაგრამ თან ცოტაა. 4 მილილიტრი ძალიან ცოტა. ეხლა ემზადებიან რომ ონლაინ დაიწყონ გაყიდვა. ანუ წესით ეს ჯერ არ იქნება საქართველოში წესით. შეიძლება დამახსოვრება ეგზოსომები თუ ის თემა რაც გაინტერესებთ. თვალის კრემი აქვთ ამ მოვარდისფრო ხაზიდან, ასაკოვანი კანისთვის, ეს ასტაქსანტინის შემცველობით, რომელსაც როგორც თქვით, ძლიერი ანტიოქსიდანტი არის. 20 მილilitrიანი შეფუთვა $39. ალკოჰოლის გარეშეა, პარფუმის და ეთერზეთების გარეშეა, პეპტიდების კომპლექსი რა თქმა უნდა, აქაც აქვს, ხოთაშობ საკმაოდ კარგი პეპტიდების კომპლექსი, სპილენძის პეპტიდები არ არის როგორც ხედავ, ნიაცინამიდი, შის კარაქი, პანთენოლი, ალანტოინი, ცუდი ინგრედიენტები არ არის ნამდვილად, უბრალოდ რა ვიცი, ეს ყველაფერი სახის კრემშიც არის. თუ მაინდა-მაინც იქ პარფიუმერიდან რამე ასეთი არ შეგაწუხებთ, რეალურად ამ ყველაფრის სახის კრემის გაძლევთ სპეციალურად კიდე $40 გადახტარატვა საჭიროა ვიგებ თვალის კრემისთვის ამ შემთხვევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ უკვე იცით თქვენი ფული რაში უნდა დახარჯოთ. ინგრედიენტებს რაც შეეხება, ძალიან კარგი ინგრედიენტები აქვს. და ზუსტად იგივე ხაზიდან ყელისთვის და დეკოლტესთვის აქვთ ანტიასაკობრივი კრემი. საინტერესო ის არის, როგორც გითხარით, ან ხო მეორდება ინგრედიენტები და ეს ასტაქსანტინი, თავარი ძირითადი ანტიოქსიდანტი ამ ანტიასაკობრივი ხაზიდან ამ კრემში საერთოდ არ აქვთ. ანუ რატო უნდა იყიდო მაშინ ცალკე ყელისთვის და დეკოლტესთვის ეს კრემი არ მესმის თუ სახის კრემი უკვე გაქვს. პეპტიდების კომპლექსიც ბევრად უფრო სუბუქი და ნაკლები პეპტიდები არის შეგნით ვიდრე სახის ან თვალის კრემში. ინგრედიენტებით ვერც შეედრება სახის კრემს. შესაბამისად, ნაკლები დაუჯდათ. ფასი აქაც იცოცხლე 40 მილilitrიანი შეფუთვა თითქმის $24 იღებს. თვალის კრემი ხომ უნდა იყიდო, სახის კრემი ხომ უნდა იყიდო, ყელის და დეკოლტეს კრემი ხომ უნდა იყიდო. ბოდი შავური, ანუ კრემზე, სახის კრემზე არ ვსაუბრობდი, შრაძე ვსაუბრობდი იგივე ხაზიდან, მაგრამ ეხლა გადავედი დამატენიანებლების კატეგორიაში და მივხვდი, რომ იქ დამატენიანებაზე ჯერ ვარდისფერი ხაზიდან ანტიასაკობრივ დამატენიანებაზე ჯერ საერთოდ არ მისაუბრია, მაგრამ რასაც ვფიქრობდი ზუსტად ეს არის, ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი ამ შემთხვევაში გვაქვს, პეპტიდების ბევრად უფრო უკეთესი კომპლექსი გვაქვს, ლაქტობაცილოსის კომპლექსი გვაქვს, C ვიტამინის ცხიმოვანი ფორმა, ნიაცინამიდი, ადენოზინი ბევრად უფრო უკეთესი ინგრედიენტები სია, ვიდრე ყელის და დეკოლტეს კრემში აქვთ იგივე ხაზიდან, ამიტომ სანეს 50 მილilitrიანი შეფუთვით არის, ცოტა უფრო დიდიც არის, მას $40 ეწერია. ანუ ეს თუ გაქვთ ეს ყელის და დეკოლტეს კრემი არანაირად არ კიდე მესმის, რატო შეიძლება თვალის კრემი იყიდო. მესმის. ყელი და დეკოლტე ეგ უკვე ზემეტია. ეს პეპტიდების ხაზიდან დამატენიანებელი დაგაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ მაგაში, აქაც იგივე. ეს პეპტიდების ხაზი, ეს კონკრეტული ხაზი არ აქვს ისე კარგად გაკეთებული. აქაც არაფერი განსაკუთრების ეგზოსომები და ეს ლიპოსომები და ეს პატენტები და წინა კრემი ჯობია ამას. ანუ ასაკოვან განზე შეგიძლიათ ორივე თავისუფლად გამოიყენოთ და თუ მაინდა-მაინც არის ახლა ფასში რამდენად არის ხოობა, მაგრამ წინა კრემი ის ვარდისფერი ხაზი და რეალურად ანტიასაკობრივი ხაზი რომელსაც აწერია, ის კომპლექსი ინგრედიენტების სია, ასე ვთქვათ, ბურსელზე დაწერილი, ასე რომ გითხრათ, იმას ბევრად უფრო უკეთესი აქვს ვიდრე ამას. თუ მაინდა-მაინც მე ჩემზე რომ იყოს, ჩემ ფულით ვხედავდი, მე იმას უფრო ვიყიდდი ვიდრე ამას. და დამატენიანებლებში მოდით მამაკაცის ფლუიდზეც ვიტყვი 120 მილilitrიანი შეფუთვა $29. იგივე ინგრედიენტები მეორდება ისევ, რაც წინა პროდუქტებზე იგივე ხაზიდან ვისაუბრებთ, ანუ ვისაუბრებთ ამ თემა ის არის, რომ ეს არის ცხიმების კონტროლისთვის, თხელი ტექსტურა, ფლუიდი ნიშნავს თხელ ტექსტურა, საკმაოდ თხელი ტექსტურა იქნება, ბზინვარების გარეშე მატირების ეფექტი ექნება კანზე. ესთვისაც ეგ ამბავი მნიშვნელოვანია, მაგ მხრივ შეიძლება რომ წებოვანი ტექსტურა არ ექნება, სწრაფად შეიწოვება. მოკლედ, მაგ მხრივ შეიძლება გავუწიო რეკომენდაცია, სხვა როგორც გითხარით, ჩვეულებრივი დამატენიანებლებისგან არაფერი ისეთი არ გამოირჩევა.
მზისგან დამცავს რაც შეეხება, რასაც აუცილებლად მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება არის, რომ ტონ აპ მზისგან დამცავი აქვს, მთლიანად მინერალური თუთია და ტიტანიუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ თეთრ ქოლს დატოვებს. ტონ აპ იმას ნიშნავს ფოტოზე ცეკვება პროდუქტის ფერს, რომ აშკარად სპეციალურად იმისთვის არის შექმნილი, რომ ტონ აპ ეფექტი შექმნას განზე, ამიტომ ეგ გაითვალისწინეთ, თუ ძალიან Caucasian არ ხართ. არ არის ფერი თქვენთვის, მე თუმეტეს ამ სეზონზე თუ ავტორუჯი წესთ არა, მაგრამ მაინც თუ გაგიცდათ მზეზე ფეხი. თქვენ დაუნებურად ვიცი რომ თქვენ არის კადრებდით, მაგრამ ხდება ხოლმე. ეგ ფერი თქვენთვის არ არის. ის SPF 50 ან ეს ფერშანერად თქვი ხა ეგ ფერი თქვენთვის არ არის. ხო, ანუ ის ფერი რაც ამ პროდუქტს ექნება, შეიძლება ეხლა მთლად თეთრი ფერი არ დატოვოს განზე, მაგრამ აი 2 დღის მუდრის ნაცრის ფერს დაგიტოვებთ სახეზე. ეს SPF 50+-ია, PA4+-ით, ტიტანიუმით და თუთით, მინერალური ფილტრებს როგორც გითხარით, მოცულობა და ფასიც არ მომწონს ეს როგორც არის, 40 გრამი აწერია ზედ. 50-ზე ქვემოთ როდის ვიყიდე მზისგან დამცავი არც მახსოვს, თან 30 თითქმის $28 აწერია. ცოტა ძალიან მაინტერესებს ეს რა ღირს საქართველოში. ამ პროდუქტზეც ვისაუბრებ აუცილებლად, ესეც მზისგან დამცავია, ოღონდ ამას მაკიაჟის ბაზა აწერია რატომღაც, არ ვიცი რატო აქვს ესეთი უცნაური სახელები მოფიქრებული მზისგან დამცავზე და მზისგან დამცავს პირდაპირ მზისგან დამცავს რატო არ აწერენ. მაკიაჟის ბაზა რას ქვია? აუცნაური სახელია. ყველაფერი რაც მაკიაჟის ქვეშ გისვია დილით, სახის წმენდიდან, ტონერი და მადენიანებიდან, ყველაფერი ბაზა გამოდის მაკიაჟის თუ გადაატარებ შემდეგ ზემოდან. უამრავი ეთერზეთი აქვს ჩიგნით, მაგას მიაქცეთ ყურადღება, მაგრამ ალერგია არ მოგცეთ და ესეც 100%-ით მინერალურია, აქაც მხოლოდ თუთია და ტიტანიუმი გვაქვს. და ამას ოღონდ ის ტონ აპ ეფექტიც არ აქვს, ანუ ის თითქოს ოდნავ მოყვითალო თეთრო, რაც წინა პროდუქტის ფოტოზე გაჩვენეთ, ამას ეგეც არ აქვს, ეს ფლენ თეთრია. ის SPF 50+-ია, ესეც PA4+-ით, ეს არის უკვე 50 მილilitrიანი და უფრო იაფიც ღირს, თითქმის $21. მაგრამ სპეციალურად მაკიაჟის ბაზა რატო აწერია, არ ვიცი. თან, ხა რადგან მაგ თემაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, დარწმუნებული ვარ, მეიქაპ არტისტ ინფლუენსერებისგან გეცოდინებათ უკვე გამბავი, ვინც პროფესიონალია და იცის ეგ ამბავი, მაგრამ მოდით მეც ვიტყვი ერთხელ ამ არხზე, არ ვიცი, თუმცა უკვე თქვენ ნასაუბრებ მაგ თემაზე, მაგრამ გეტყვით, რომ მინერალური ფილტრების მზისგან დამცავი მაკიაჟის ქვეშ თუ ფლეშით იღებ ფოტოს, ან თუ რაღაც ეს ივენთი გაქვს, სტუდიოს ფოტო, კორძილი, რაღაცა დღესაც არის ეს ფლეში განათებით. მოკლედ, ხო? ეს ხო იცით რაც არის. მაგას გულისხმობ, თუ მაგ მსგავს ფოტოებს გადაიღებთ. არა. სულად გამოჩნდება ფლეშ ფოტოებში. იმიტომ რომ თუთია არის თეთრი ფხვნილი, რომელიც ძალიან კარგად ირეკლავს სინათლეს. ფერების კორექტირების გაკეთება მოუწევს მე თქვენს ფოტოგრაფს. გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ მინერალური მზისგან დამცავები და მინერალური ბაზისი ტიტანიუმის განსაკუთრებით და თუთის ასევე მაკიაჟის ქვეშ ფლეშ განათებაზე ძალიან ცუდი არჩევანია. ნებისმიერი პროფესიონალი მეიქაპ არტისტი გეტყვით მაგას. ვისაც უმუშავია და იცის ეგ რა არის. ეგ გაითვალისწინეთ. ძალიან არასწორია, როცა ამას სპეციალურად 100% მინერალური ფილტრებით მზისგან დამცავს, მაკიაჟის ბაზისი აქვს ზედ დაწერილი. ძალიან არასწორია. ნებისმიერი პროფესიონალი მეიქაპ beauty სამყაროდან გეტყვით, რომ ეს ძალიან არასწორია. ეგ გაითვალისწინეთ, არ ვიცი, თუ გაქვთ სახში მინერალური მზისგან დამცავები და ფლეშით ფოტოები უნდა გადაიღოთ მომავალ პერიოდში სადმე და უნდა იზრუნოთ და იფიქროთ იმაზე ფოტოები როგორი გამოვა, მაინდა-მაინც მინერალური ბაზისით და მე მაკიაჟით, ნუ წახვალთ ეგეთი ფოტოების გადასაღებ. მე რომელი მზისგან დამცავიც მომეწონა ამ ბრენდისგან და გავუწევდი რეკომენდაციას არის მათი UV Derm ჰაიჯროხაზიდან მზისგან დამცავი კრემი, SPF 50+, PA4+-ით, 50 გრამი, ანუ გრამებში აწერია მოცულობა, $25 ფასი მეძვირება, მაგრამ დავინახეთ ახლა ამ ბრენდის ფასები, ამიტომ მოდით ნუ გაგვიკვირდება. ეს არის თლიანად ახალი თაობის ქიმიური ფილტრებით, რომელიც არანაირ თეთრ კვალს არ დაგიტოვებთ განზე და ძალიან კარგ დაცვას შემოგთავაზებთ. თვითონაც როგორც უწერიათ 13 სხვადასხვა კლინიკური ტესტი აქვთ ჩატარებული, რომ UV დაცვას ნამდვილად გთავაზობთ, ჰიპოალერგიულია, ფიზიკური აქტივობის დროს დაგიცავთ, მაღალ ტემპერატურაში დაგიცავთ, ტენიანობაში დაგიცავთ, მაკიაჟი კარგად ჯდება ზემოდან, არ ვიცი ამას რატო არ დაარქვეს მაშინ მაკიაჟის ბაზა, ანუ ის თუ ეხა 100%-ით მარკეტინგი არ არის, მოდით ვთქვათ პირდაპირ. კრემოვანი ტექსტურის იქნება გაითვალისწინეთ, კარგი ჰიდრაცია აქვსო, თვითონ როგორც უწერიათ, პარფიუმი არის შიგნით, ქვემოთ, მაინც ზემოთ, ეგეც არ არის, მშრალი ალკოჰოლის გარეშეა, ნიაცინამიდი, ჰიალურონის მჟავა, ადენოზინი, გლიცერინი, კერამიდები, ალანტოინი.
თუ მაინდა-მაინც ამ ბრენდის გამზისგან დამცავის დატესტვა გინდათ, მე მაგალითად ამ მზისგან დამცავს გავუწევდი რეკომენდაციას. ვერ გეტყვით, რომ რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინათ ამ ბრენდმა, თქვა აშკარად ეთყობა, რომ პატენტებზე კარგად მუშაობენ და კლინიკურ კვლევებზე კარგად მუშაობენ, როგორც საფთიაქო ბრენდი და როგორც აი კორეული ბრენდები და კორეული კოსმეტიკა, რასაც ვიცნობთ და გვიყვარს. ეგ მაინდა-მაინც ვერ დავინახე ის, რომ კლინიკებში არიან წარმოდგენილები და მაგას კი ბატონო, ჯერა და მათ ადგილს მანდ უფრო ვხედავ. გულწრფელად რო გითხრათ, ეს პატენტი გვაქვს და ის პატენტი უბრალო მომხმარებლისთვის ეგ ესეთი გასაგები თემა არ არის. როცა ესე ფართო მასშტაბებზე აფთიაქებში გამოდიხარ, ცოტა უფრო სვანაირად უნდა მოერგო ჩემი აზრით მომხმარებელს ფართო მასებს, რომ თუ გინდა რომ რეალურად წარმატებ ფინანსურად აზრი ქონდეს მომყოლებს, ხო? მოდით ახლა აი გულწრფელად ვთქვათ, რომ აი ეს პეპტიდებს თუ არ ვიტყვით, სხვადასხვა პეპტიდების შესახებ და ჰიალურონის მჟავაზე, რაც ყველაფერში არის, მგონი ჰაერში ჰიალურონის მჟავა არის უკვე. ერთადერთი შედარებით ყველაზე უფრო ისეთი ნაცნობი ინგრედიენტი, რომელიც ვახსენე და თქვით, რომ ეს გამიგია და ვიცი რისთვის არის და თუ წავიგით ხავშაბუთვაზე მივხვდები რისთვის უნდა ვიყიდო ეს პროდუქტი, იყო ბაკუჩიონი, მე მგონი, ხო? ერთადერთი პროდუქტი. ანუ ეს იმას ანიშნავს, რომ საერთაშორისო კვლევები და საერთაშორისო პატენტები არ უნდა გქონდეთ, რა თქმა უნდა გქონდეთ. იდეალური თემა, ყველაფერი ლორეალს არ უნდა ეკუთვნოდეს, ყველა პატენტი რაც ბაზარზე არსებობს, უბრალოდ მაშინ ცოტა უფრო სხვანაირად უფრო გასაგებად და უფრო საინტერესოდ უნდა მიიტანონ ეს ყველაფერი მომხმარებლამდე, რომ ეს არ ვიცი $50 თუ $160 ვაწერია 4 ცალ 4 მილilitrიან ეგზოსომების ამპულებს. ხო რა არის ეს კიდევ ერთხელ ზუსტად რის შესახებ საუბრობთ? ცუდი საიტი არა აქვს და ცუდად ახსნიან, მაგრამ ეს სხვადასხვა ქვეყნებში უცხო ბაზარზე რო გადიხარ, სადაც შეიძლება ყველამ ზუსტად ინგლისურად ვერ გაიგოს რა აწერია პროდუქტს და კონსულტანტებით შეიძლება არივან ესე კარგად მომზადებულები, რომ აქ იხსნან ახლა ზუსტად ეგზოსომური სისტემა რას ნიშნავს და ლიპოსომური სისტემა რას ნიშნავს. რა შევიხდი $160 კიდევ ერთხელ მითხარით? სხვა მხრივ ეს ეგზოსომებზე და ლიპოსომებზე და პატენტებზე რაც ვისაუბრეთ, საინტერესო იქნებოდა ნამდვილად ამ პროდუქტების დატესტვა მზისგან დამცავზე და ძვირიან დემაკიაჟის ზეთში ფულს ნამდვილად არ გადავხდით, თუ რამეს ვიყიდდი, მაშინ ზუსტად ამ პატენტ ინგრედიენტებს და ამ პროდუქტებს დავტესტავდი ამ ბრენდისგან. კარგად მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა ბრენდების განხილვის ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტს აკეთებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეერჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქცეულობთ და აგრძელოთ ყურება. არ დაგავწოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!